რამდენიმე წუთში ევროპარლამენტში კიდევ ერთი რეზოლუციის კენჭისყრა დაიწყება, რომელიც საქართველოში არსებული სიტუაციის შეფასებას ეხება. რეზოლუციის მთავარი ნაწილი ქვეყანაში გაუარესებული ვითარების ფონზე ივანიშვილის და მისი ოჯახის წევრების სანქცირება შეეხება, ასევე საუბარია ასოცირების შეთანხმების გადახედვაზე. კენჭისყრა, როგორც გითხარით, სულ ცოტა ხანში უნდა დაიწყოს. ამ დოკუმენტის კენჭისყრას კი წინ უსწრებდა კრიტიკული დებატები, სადაც ევროპარლამენტარებმა საქართველოში უკიდურესად გაუარესებულ ვითარებასა და კრემლის სტილის მმართველობაზე ისაუბრეს. როგორია მოლოდინი კიდევ ერთი რეზოლუციის წინ თბილისში, ლუკა ხაჩიძე განაგრძობს ახლა თემის დეტალებზე საუბარს. დავიწყოთ გამოხმაურებებით ქართული ოცნებიდან ოლიგარქის წარმომადგენლები საკუთარ თავს ეწინააღმდეგებიან, როდესაც საუბრობენ ამ დებატებზე, ამბობენ, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციას ფასი არ აქვს და შესაბამისად გავლენა და ამავდროულად თავს ესხმიან თან დეზინფორმაციით, რასა იუკნევიჩიანეს, რომლის ანგარიშსაც ეყრდნობა ეს რეზოლუცია. თავი ირაკლის არქუამ გამოიჩინა, რომელმაც lietuvელ პოლიტიკოსს უწოდა კომუნისტი, როდესაც იუკნევიჩიანე ცნობილია როგორც ერთ-ერთი ყველაზე ანტიკრემლისტი, ანტისაბჭოთა პოლიტიკოსი ევროპაში. რეალურად კი ოცნებაში ყველაზე კარგად იციან, შეიძლება ითქვას, რას ნიშნავს რეზოლუცია და მასში სანქციების კონტექსტში მოხვედრა. ივანიშვილს წინა ასეთმა რეზოლუციებმა უკვე შეუქმნა სერიოზული პრობლემები, განსაკუთრებით ფულთან წვდომის ნაწილში. ივანიშვილის წარმომადგენლებს ეიმედებათ ის ევროპარლამენტარები, რომლებიც მათ ინტერესებს იცავდნენ დებატებისას გუშინ, საუბარია პრორუს და ევროკავშირის გაფართოების მოწინააღმდეგე პოლიტიკოსებზე, რომლებმაც რეზოლუციაში მოითხოვეს ჩანაწერის დამატება, რომ ევროპარლამენტი ეწინააღმდეგება საქართველოს ევროინტეგრაციას. რაისა კომუნისტკა არისონებს ყოველ კვირა უნდა რომ საქართველოს ხელისუფლებაზე, ქართულ სახელმწიფოზე რაღაც გაუგებარი დებატები მოაწყოს. რაისას გადაიცით გორბაჩოვს ვაფიცებ, რომ არ უნდა შეეშვას, გაანებოს თავი, არ გამოსდის მაინც ამ ქვეყნის გაშავება, უნიჭო რაღაც სპექტაკლი და შანტაჟი და მუქარები რა. ესე იგი ვიზა ლიბერალიზაცია გადაიხედება, ჩვენ გვახსოვს ეს 2 წელზე მეტი. რაისას რამე ბერკეტი რო კონდეს, აქამდე გააკეთებთ, იმიტომ რომ მავნებელი ქალია. ჩვენს ქვეყანას მტრობს. ის არის სააკაშვილი და მისი ბანდის მეგობარი, ლობისტი და ამიტომაც არისონებს. ახალი არჩევნები. ამად რუმინეთში ვეშურებით ეთყობა. გადაეცით რაისას, რომ დაისვენე რა. დაისვენე, ზაფხულია. თუ ვინმე ახდენს საქართველოში ევროპულ ნიჰილიზმის შექმნას და ევროპული ღირებულებების შეურაცხყოფას, ეს არის სწორედ სამწუხაროდ ევროპარლამენტის რეზოლუცია, ევროკავშირში მოთავსებული ბიუროკრატია თავისი გადაწყვეტილებებით. ეს მორიგი რეზოლუცია, რომელსაც თვითონაც იციან, რომ არავინ ყურადღებას აღარ აქცევს, არც საქართველოში და არც მის ფარგლებს გარეთ, არის მათი ერთადერთი იარაღი. საქართველოში არანაირი პოლიტიკური ნიშნით არ ხდება და ყველა ეს პირი, რომელმაც პრაქტიკულად საკუთარი გადაწყვეტილებით თავის ფეხით შეაღო ციხისკარები და შევიდა, იმიტომ რომ კონსტიტუციური ორგანოს გადაწყვეტილებას არ დაემორჩილა, ამ ადამიანების გასაღება ხდება პოლიტპატიმრად. იქვე იმავე დარბაზში ვერ გაუძლო კრიტიკას აი ამ რეზოლუციის პროექტმა და კოლეგა ევროპარლამენტარების მხრიდან მიიღო საკმაოდ დიდი კრიტიკა ამ კონკრეტულმა რეზოლუციის პროექტმა და მხარდაჭერა საქართველოს ქართველი ხალხის და მის მიერ არჩეული ხელისუფლების მიმართ. და რამდენიმე სიტყვა, ვინც ოცნებას ეიმედება ევროპარლამენტში, ასეთი მაგალითად არის ჰანს ნოიხოფი, ალტერნატივა გერმანიისთვის წევრი, ეს ის პარტია, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციას ეწინააღმდეგება და მხარს უჭერს რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების ეგრეთ წოდებულ დამოუკიდებლობას. ალტერნატივამ გერმანიისთვის გაგახსენებთ, ცოტა ხნის წინ ბუნდესტაგში შესაბამისი რეზოლუციაც კი წარადგინა, თუმცა რა თქმა უნდა უშედეგოდ. ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებში თბილისში ამბობენ, რომ ასეთ ძალებთან კავშირი აჩვენებს ოლიგარქის რეჟიმის საწოწარკვეთას, რომ ევროპაში ვინმე მაინც დაელაპარაკოს და აქ შემდეგ საკუთარი მედიების მეშვეობით, ანუ პროპაგანდით ამტკიცოს, რომ ევროპაში მისი მოკავშირეებიც არიან. ოპოზიციაში ამბობენ, რომ ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერება, ასოცირების შეთანხმების გადახედვა, ყველაფერი იქნება მხოლოდ რეჟიმის პასუხისმგებლობა. აქ საინტერესოა ის, რომ ევროკავშირი სწორედ საქართველოზე რამდენიმე დღეში იმსჯელებს, უფრო კონკრეტულად 15 ივლისს.
ტერმინებს, რასაც იყენებენ, ეს არის არალეგიტიმური ხელისუფლება, დე-ფაქტო ხელისუფლება, გაყალბებული არჩევნები და ბუნებრივია, რომ ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერებასთან დაკავშირებითაც არის ძალიან მძიმე გზავნილები და ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის პასუხისმგებლობა. აბსოლუტურად არ აქვს მნიშვნელობა ვის მიეცი ხმა 26 ოქტომბრის არჩევნებზე, მნიშვნელობა არ აქვს რომელ ბანაკში ხარ, ფაქტია, რომ ივანიშვილის აი ამ ანტიდემოკრატიული რუსული ქმედებების გამო საქართველოს თითოეული მოქალაქე დგას უვიზო მიმოსვლის შეჩერების საფრთხის წინაშე. ეს არის ალბათ ყველაზე დიდი სიკეთე, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ ამ ბოლო წლების განმავლობაში მოიპოვა. ეს რეზოლუცია ძალიან ნათელს ხდის ყველასთვის, მათ შორის პირველ რიგში იმ ხალხისთვის, ვინც კიდე ქართული ოცნების მხარდამჭერებში მოიაზრებს საკუთარ თავს, რომ თუ არ მოხდება პოლიტიკური ცვლილებები, თუ ქვეყანაში არ ჩატარდება ახალი საპარლამენტო არჩევნები, ჩვენ გვემუქრება საფრთხე, რომ არა მხოლოდ გაიყინოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი, რაც უკვე ფაქტიურად შემდგარი ფაქტია, არამედ ჩვენ დავკარგოთ ისეთი მნიშვნელოვანი მონაპოვარიც კი, როგორიც არის მაგალითად უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობა ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში. მყარი პოზიცია ევროპარლამენტის მხრიდან და უმრავლესობით ჩამოყალიბებული არის ერთი რამე, ისინი მხარს უჭერენ ქართველი ხალხის ბრძოლას, რომელიც იბრძვის დემოკრატიისთვის, რომელიც იბრძვის ევროპული მომავლისთვის და რომელიც იბრძვის იმ კორუფციის და იმ დანაშაულებების წინააღმდეგ ქვეყანაში, რომელსაც ჩვენ ყოველდღიურად ვაწყდებით. რამდენი ევროპარლამენტარი შეგვიძლია ჩამოვთვალოთ და რამდენი ევროპის სხვადასხვა სახელმწიფოს ლიდერი, რომელიც მკაფიო განცხადებებს აკეთებს და აკრიტიკებს ბიძინა ივანიშვილის რუსულ მმართველობას და აფასებს მას როგორც რეჟიმს, აფასებს მას როგორც ოლიგარქიულ მმართველობას. ეს არის მნიშვნელოვანი. ევროპარლამენტი რამდენიმე წუთში უყრის კენჭს რეზოლუცია საქართველოს შესახებ დოკუმენტში მოწოდებაა ევროკავშირმა დაასანქციროს ივანიშვილი, მისი ოჯახის წევრები და ასევე ოლიგარქის კომპანიები. კენჭისყრამდე გუშინ საქართველოს შესახებ გაიმართა დებატები, როდესაც ევროკომისარმა მარტაკოსმა ოცნებას რეჟიმი უწოდა. ის გახდა პირველი ამ დრომდე უმაღლესი თანამდებობის პირი, რომელმაც ოცნება ასე შეაფასა.